საქართველოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაზე ახალი სფეროების ათვისებასა და ქვეყნის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა მერკური 2011-ის დაჯილდოებაზე. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკის მინისტრს და როგორც მთავრობაში, ისე ბიზნესში, კულტურასა თუ განათლებაში ახალი სახეებისა და ახალი სისხლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სააკაშვილის განცხადებით, ვარდების რევოლუციის შემდეგ მხოლოდ 7 წელი გავიდა, რაც მენტალიტეტის ბოლომდე შესაძლოა საკმარისი არ არის. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს შეიძლება კიდევ უფრო განვითარდეს. სააკაშვილმა დასავლეთ საქართველოში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონების განვითარებას და სხვადასხვა უმნიშვნელოვანესი პროექტების დაწყებას. მოგესალმოთ ამ ჩვენ როცა ვიძახით, რომ საქართველოს უნდა გახდეს სინგაპური, ერთხელ ძალიან დიდი გზა გავვლეთ, ეკონომიურად ვამბობ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვაპირებთ არც საღეჭი რეზინების აკრძალვას, როგორც ეს სინგაპურში იყო, არც პოლიტიკური თავისუფლების გაუქმებას, როგორც ისინი აწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ. ჩვენი ეკონომიკური მოდელი უნდა იყოს ლიბერალური, როგორც სინგაპურში, და გამოვიყენოთ მათი ეკონომიკური გეოგრაფიული მდგომარეობა, როგორც ისინი იყენებდნენ, ჩვენი მდგომარეობა, როგორც ისინი იყენებდნენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ეფუძნება მოქალაქეთა თანხმობას და ხანგრძლივ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც და სტაბილურობას, რომელსაც ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, როცა მოქალაქეები მოყვებიან ჩვენ. და მინდა გითხრათ, რომ თავარი, რასაც ჩვენი მოქალაქეები ითხოვენ, ეს არის დასაქმება. დასაქმებას ქმნით თქვენ და შემდეგ წლებში რამდენიმე თავარი სფერო გვაქვს, სადაც დასაქმება უნდა მოხდეს, ეს არის ინფრასტრუქტურა, წელს იწყება ხუდონის ელექტროსადგურის მშენებლობა, იწყება ნესკრას ჰიდროელექტროსადგური, დაწყებულია მტკვარი ხრამხესების ფუნდამენტური გადაიარაღება, დაწყებულია ვარციხეხეს და დაწყებულია იმედი მაქვს, რომ დაიწყება ნამახვანიან წელს ან მომავალ წელს და ასევე ათეულობით პატარა ჰესი. ტურიზმი არის ის, რაც გრძელვადიანია და თავისთავად ენერგეტიკა მშენებლობა შემდეგ წარმოშობს ჰიდროელექტროსადგურებს, წარმოშობს ახალ საწარმოებს ჰიდროელექტროსადგურები, მეტალურგიის განვითარება უნდა მოყოს, ქიმიური მრეწველობის განვითარება, ნავთობის გადამუშავების განვითარება და საქართველოს უნდა იყოს ეს ფუნქცია, როცა ვლაპარაკობ ეკონომიკის სინგაპურიზაციაზე, რაც აქვს სინგაპურს რეალურად ენერგეტიკული ტერმინალი, ენერგეტიკული ცენტრი ამ რეგიონში, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით და ტურისტული ცენტრი ამ რეგიონში. თორე ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი რამ, რითაც ყველა შემთხვევაში ამოვჩებით წაუგებელ სიტუაციაში. ეს რას ნიშნავს, რომ თქვათ რუსეთში არის ძალიან დიდი კორუფცია და რუსეთიდან გარბის ბევრი კაპიტალი. საქართველოს უნდა წამოიღოს ამ კაპიტალის ნაწილი, იმიტომ რომ საქართველოში არ არის კორუფცია და საქართველოში არის ყველაფერი ის, რასაც რუსები ნათრულობენ. თურქეთში არის კარგი ეკონომიკური განვითარება, თურქეთში არის ბევრი კაპიტალი, მათ შორის ჭარბი. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამ კონკურენციაში ჩვენი პატარა უპირატესობები თურქეთთან, ამიტომ თურქეთის წარმატებები, აი როგორც რუსეთის წარმატებლობით უნდა ვისარგებლოთ, ასევე თურქეთის წარმატებებით უნდა ვისარგებლოთ, იმისათვის რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ასევე ცენტრი თურქული აი ჭარბი კაპიტალის მოზიდვის. რეფორმები ძალიან გრძელვადიანი რაღაცაა. 7 წელიწადზე ნაკლები არის ეს მთავრობა ხელისუფლებაში. ეს არაფერი არ არის ისტორიული თვალსაზრისით. მენტალიტეტის გამოსაცვლად საჭიროა თლიანად რომ გამოიცვალოს ყველა დონეზე. მინიმუმ 15-20 წელიწადი. ეს არის ჩემი პირადად მე რასაც ვფიქრობ მინიმალური ვადა იმისაც რომ შევცვალოთ და იმისაც რომ შევქცევა და დავადგეთ სწორედ ამ დიდარი ქვეყნის გზას. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვართ დაუშებლად ღარიბები ჯერ კიდევ. ჩვენ ავალთ უახლოეს პერიოდში ალბათ რასაც ქვია PPP ერთსულ მოსახლეობის შემოსავალი გათვლილი შეყიდულობით უნარზე $5,000, მაგრამ ეს არის ძალიან ცოტა. იმასთან რაც უნდა იყოს, ამიტომ 2015 წელი ეს არის ამის გაორმაგება $10,000, ეს არის თავარი ის, რომ საქართველოს უნდა იქცეს ყველაზე მზარდ, სწრაფად მზარდ ეკონომიკად მთელს ევროპაში. იმიტომ რომ ერთხელ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული პოლიტიკური სისტემა, თავისუფლება, დემოკრატია, პოლიტიკური სტაბილურობა და მეორე მხრივ ეკონომიკური ლიბერალური მოდელი, როგორც სინგაპურში, იმისათვის რომ შევძლოთ დაწევა და ჩამორჩენილობის გადალახვა, რომელიც ჩვენ ამ აწლეულების განმავლობაში ჰქონდა. ამიტომ ამისათვის როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ჩვენი კარგი თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს უკვე პოლიტიკური სტაბილურობა, მიუხედავად ყველა ტრის ყველანაირი ხრიკებისა. ამას მე ვფიქრობ არაფერი არ შეარყევს. ჩვენ გვაქვს გაგრძელვადება კურსის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს კარგი ახალი საკონსტიტუციო მოდელი, რომელიც ძალაში შევა უახლოეს წლებში, რომელიც ბევრად მეტ ბალანსს ქმნის და ბევრად უფრო კოლექტიურს ქმნის საერთოდ საქართველოს ხელმძღვანელობას, ბევრად უფრო ჩართულობას აფართოებს ყველა
წარმომადგენელი საზოგადოების. ახლა ჩვენ ყველაფერი ეს უნდა მოვიყვანოთ აჟურში, რათა საქართველოს მოახდინოს ნახტომი წინ. ჩემი ამბიცია, რომ მომავალ წელს თუ კარგად ვიმუშაოთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რაღაცა დავკარგეთ, მიუხედავად იმისა, რომ სოფლიო ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის იდეალურ ფორმაში, თუ დანარჩენ სოფლიოში კატასტროფა არ მოხდა, საქართველოს დაუბრუნდეს ორნიშნა ციფრს ეკონომიკურ განვითარებას.